ბატონ ნიკა, საღამოშიდობისა, მადლობა რომ მიღებთ გადაცემაში მონაწილეობას. დღის ბოლოს რა რეალობის წინაშე დგას ეს კანონ პროექტი, რომელსაც ხვალ რაღაც ბედი უნდა ეწიოს, ან ჩავარდეს, ან მიიღონ. თქვენი ინფორმაციით რა პროცესი მიდის და რა შედეგი იქნება ხვალ? დიახ, მოგესალმებით. ეხლა თვალი გაუსურვოთ რეალობას და ისე ვისაუბროთ, ეხლა ქართული ოცნება აგრძელებს აბსურდის თეატრში წარმოდგენების დადგმას და თუკი ბატონ კობახიძეს დაუჯერებთ, ეხლა სამხე ჩაგერთვებოდით გავეცანი ინფორმაციას, რომ თითქოს ახლა ვიდრე საუბრობთ, მიმდინარეობს კონსულტაციები ხობის მაჟორიტარ დეპუტატ დაჩი ბერაიასთან რა. აი ამისი უნდათ რომ ამაში უნდათ რომ ხალხი დააჯერონ. იმაში უნდათ დააჯერონ რომ მართლაც ბატონი ხუნდაძე და ენზელ მკოიანი, ქალბატონო ენზელ მკოიანი ეს დიდი სახელგანთქმული ადამიანი მაჟორიტარობის დეპუტატი წინააღმდეგია თუმცა და მასთან აპირებენ კონსულტაციების გამართვას. ბუნებრივია, ეს არის ერთი ბიზინა ივანიშვილის სცენარი, რომელმაც აი ასე გადაწყვიტა, რომ როლები გაუყო ადამიანებს და დღეს აღმოვაჩინეთ თურმე, რომ 25 ადამიანი არსებობს, ყველაზე მამაცი, ყველაზე პრინციპული, რომელიც მზად არის დაიცვას საკუთარი პოზიცია, თუნდაც უსამართლო, მაგრამ თავისი პოზიცია დაიცვას, ისე რომ ანგარიშს არ უწევს თურმე არავის, მათ შორის ბიძინა ივანიშვილის გუნდში. და ამის გასაღებასაც ცდილობს რეალობა და აქ არის უკვე ყველაზე დიდი პრობლემა და ყველაზე დიდი უბედურება. და ეხლა უსმენდი მე თქვენს სტუმარს, წინა სტუმარს და რას ლაპარაკობდა ადამიანი მარტო ამის გამო, აი მართლაც გეუბნებით რა, ამის გამო უნდა პოლიტიკურად დაისაჯოს ბიძინა ივანიშვილის. რას გულისხმობთ კონკრეტულად? მის ნასაუბრებში რას გულისხმობთ? რას გულისხმობდა? ისაუბრა. კი არა როგორ იმართლებდა თავს ადამიანი, რომ თითქოს ქვეყნის მის პოზიციას როგორ ამართლებდა. თითქოს ბიძინა ივანიშვილი არაფრის შუაში არ არის, თითქოს ასევე სახელმწიფოს სტაბილურობისთვის არის მნიშვნელოვანი, რომ მაჟორიტარული სისტემა დარჩეს და სახელმწიფოს სტაბილურობას საფრთხე არ ემუქრება, თუ ხვალინდელ საკონსტიტუციო ცვლილებას ჩააგდებენ. მართლაც მე ვფიქრობ, რომ ეს ის ეტაპია რამდენიმე საათში ჩვენ გვეცოდინება, როგორ უნდა ვიმოქმედოთ და არა როგორ ვისაუბროთ და ვილაპარაკოთ რა. მართლა გეუბნებით, ეხლა ამ პროპორციული სისტემაზე გადასვლა ხომ არ ყოფილა ბიძინა ივანიშვილის ნება. ნება კი არა, ვერც ვერავინ გაბედავდა ამაზე ხმამაღალ საუბარს ქართულ ოცნებაში და იდეაც კი არ მოსვლიათ. ხო, როდესაც ჩვენ ხელმოწერების მოგროვება დავიწყეთ 20 ივნისამდე და აღწინოდნენ. ხო, როცა ვამბობდით, რომ მილიონ ხელმოწერას შევაგროვებდით და მე უბრალოდ წაუცდა მისი აზრით ხელი და გვესროლა პლასმასის ტყვიები, რეზინის ტყვიები და დაარბია, იმიტომ რომ შეეშიდა მართლა ეგონა რომ რევოლუციას უწყობდით და შიშისგან გააკეთა ისაც გააკეთა და სხვა გამოსავალი არ დაიტოვა. და ახლა ნანობს რეტროსპექტივაში 4-5 თვის თავზე ნანობს და ამბობს რომ იცით რა, აბა მოდი ეს გავაკეთო, იმიტომ რომ რა წამსაც მე პროპორციულ სისტემას ავამოქმედებ, მე ერთპიროვნული მმართველი ვეღარ ვიქნები და მართლა ვეღარ იქნება. აქ მართალია. ამიტომ დილემის წინაშე არის რა ჯობია. ჯობია რომ მიიღოს პროპორციული სისტემა, რომელიც ასე თქვა ხალხს უკვე ღონია პრინციპში რომ მიღებულია, იმიტომ ვერც ვერავინ წარმოიდგენდა ალბათ რომ გადათქვა და ბევრი კი საუბრობდა უკვე, მაგრამ იმდენად არალოგიკურად მიაჩნდა რომ არ შეჯეროდათ, ხო? ხო, რა ჯობია, ეხლა მე წავიდი ამ პროპორციული სისტემით, სადაც თეორიული შანსიც კი არ მექნება 2020-ში მთავრობა დავაკომპლექტო და არც პარტნიორები მეყოლება ვით ჩვენთან კოალიციაში შემოვლენა და მოდი ეხლა როგორც ასე თქვა მოთამაშე ვითამაშო და 2 დღის განმავლობაში ჩემოდინო ფუშე 2 დღის განმავლობაში აი გულახდილად გეუბნებით რა. აი მთელი მოთმინება, აი მთელი ძალისხმევა მოვიკრიფე რომ არ აყოლოდი დღეს განსაკუთრებით ქართული ოცნების არც ერთ დეპუტატს. ძალიან თვალხილულად ჩანდა რომ პროვოკაციაზე წამოგება უნდათ ჩვენი რომ მე მოხდარიყო რაღაცა ინციდენტი რომელიც შესაძლებელია გადაზრდილიყო კიდევ უფრო მასშტაბური ინციდენტი და ამისთვის დაებრალებიათ. არ დაგიმალავთ და უკანასკნელ დღეებში უკანასკნელ ცხოვრებაზე განგებ არ დავდიოდი პარლამენტის სხდომებს არ ვესწრებოდი, იმიტომ რომ მეტნაკლებად რაღაცა ინფორმაცია მქონდა რომ აპირებენ ჩაგდებას.
მართლა აპირებენ ამ ჩაგდიკონზე. ეხლა ჩემის პაროდით 70% გადაწყვეტილება მიღებული აქვს იმის ასაკებად, რომ ჩააგდონ ეს ინიციატივა. და რაზი აქვს გათვლა, რომ ხალხს არ ექნება ადეკვატური რეაქცია. და თუ მართლა არ გვექნება ადეკვატური რეაქცია და თუ მართლა არ გავცევთ ადეკვატურ პოლიტიკურ პასუხს ბიძინა ივანიშვილის აი ამ მართლაც კადრიერებას და სილის გაწვნას საზოგადოების სახეში მაშინ გამომარჯოს ამ ადამიანს სამართლაც და რაც უნდა აკეთოს და მე არც ერთი პოლიტიკოსის ფასი საუბრის აღარ იქნება საინტერესო საერთოდ ფასი იქნება ნული ვიღა უნდა ისაუბროს რა სოციალურ პროგრამებზე რა პენსიის სქემებზე რა კეთილდღეობაზე როდესაც სულში შეურაცხყოფას გაყენებენ აშკარად შენ გეუბნებიან რომ მე რომ დაკვირდი აღარ გაძლევ იმიტომ რომ ასე მინდა და ეს თუ შერჩება მე პირადად მართა მიმოფრთხებია ყველასთვის ვინც კი დაიწყეს პოლიტიკოსობის თამაშს რა ან ამას არ შევარჩენთ და შესაბამისად ხალხთან ერთად დავდგებით და ძალიან მძიმე პოლიტიკური ფასის გადახდა მოუწევს ან მე მართლა გეუბნებით რა მაშინ ეხა ვაღიაროთ ყველა მას შორის ჟურნალისტებმა მეცნიერებმა ექიმებმა რომ ამისია ეს ქვეყანა ამისია ეს ქალაქი და რაც უნდა ის გადის ეხა ისეთი ქვეყანაში ჩამოაყალიბა წესწყობილება ოლიგარქიული და მეცინება ეხა ამ ადამიანებს რო უყურებ ვიღაცები მებრალებიან ეხა დეპუტაციაში ეხა კობახიძე დაცვით პირადი დაცვით დადის სხდომათა დარბაზში ხახტო დააკვირდით სხდომათა დარბაზში სადაც 150 დეპუტატი უნდა იჯდეს 150 კამზე არის 151 ადამიანი ერთი არის დაცვის წევრი და ამ ადამიანს ალაპარაკებს იმას რასაც ლაპარაკობს და თურმე უნდა გადაწყვიტოს ახლა ამ ქვეყნის უკეთესი ხვალინდელი დღის ბედი დაჩი ბერაიან და ემძემკოიანმა და დიმიტრი ხუნდაძეს პიროვნული თავდასხმების გარეშე მართლა ასემჯერა აი ეხლა დღეს საღამოს არ ვიცი 12 საათზე ბიძინა ივანიშვილმა რო უთხრას ჩემო დიტო აი მომდენო 5 წლის განმავლობაში ქალაქ მცხეთაში საერთოდ არ ჩახვიდე აი სალობიეშიც კი არ შეხვიდე არ ჩავა, არ შევა. ამდენად მორჩილებაში არიან ხახტო და ვინ რა კატეგორია? მე მართლაც ეხა ყველაზე მეტი დამაჯერებლობა ამ ასე თქვათ მოწინააღმდეგეთა რიგებში რომ მართლაც არ უნდათ აი ამ ინიციატივისზე ხარის დაჭერა არის ბატონი ოქრიაშვილი ხო? რაც თავი მახსოვს მართლა ეხა სულ ამაზე საუბრობს. დანარჩენები ვინაც არის ეს დაჩი ბერაია ბატონი ხო? ხობის მაჟორიტარი დეპუტატია ნინო და ბიძინა ივანიშვილმა კი არა ხობის სუსის განყოფილების უფროსმა კი არა ხობის სუსის განყოფილების ოპერ მუშაკმა რო დაურეკოს დღეს გააკეთებს იმას რასაც ეთქვიან და თუ ჩვენ გჯერა და თუ მართლა კიდე დავჭით ქვეყანაში ისეთები ვისაც ჯერა ამ ადამიანების გულწრფელი პროტესტის მაშინ ღირსები ვართ რასაც ვიკეთებთ რა და ჩვენ კიდე მათ შორის ოპოზიციურ ლანდშაფტზე ოპოზიციური პოლიტიკური ლიდერები და არა მხოლოდ რო ყოფილიყავით კიდევ უფრო მეტად მობილიზებულები 20 ივნისის შემდეგ ამას ვერ გაბედავდა მაგრამ მაშინ სადგვეცალა ერთმანეთს უჭამდით და ვიღაცას რაღაცას აბრალებდა ვიღაცა რაღაცას აბრალებდა რისთვის ხედან მართლა ციხეში ისედაც უმახსენდება ირაკლი ოქრუაშვილი რამდო რისთვის ზის ციხეში აი უბრალოდ არაფრისთვის ზის აი ეს ის არის დაახატეს წითელი შუბზე და გაუშვეს ციხეში კარგი, ნიკა. ხო? და გადავყლაპეთ, იმიტომ რომ ირაკლი ოქრუაშვილი იქ იყო, იქ რაღაც ყოფილი წყენ, რაღაცა წარსულში წყენ ასე ადამიანები და ვიწრო პარტიული ინტერესებით მოქმედებდნენ, მე ვიღაცები, ქართული ოცნების ასე თქვა დეპუტატების რაზმში ჩადგენ რამდენიმე ოპოზიციური პარტიის რიგები და არ იქავა მელიასის განცხადება არ უნდა გაეკეთებინა, ის არ გაეკეთებია და ამით ისარგლებოდა დღეს ხედავენ, კი ბატონო. ხედავთ ხო რასაც აკეთებს. კარგით, მოდით, აი ნიკა, ესეთი კითხვა მაქვს, ნახეთ, იგივე კობახიძემ დღეს თქვა ასეთი რამ, რომ სწორედ და უბრალოდ დინარაძეს ჰქონდა ასეთი გამოსვლა დღეს, რომ აი ნაციონალურმა მოძრაობამ მოახერხა და ისე გააღიზიანა მაჟორიტარი დეპუტატები აი ამ ბოლო ხნის განმავლობაში, რომ მათ მიაღებინა ეს გადაწყვეტილება, რომ გაეწიათ ამ ტიპის წინააღმდეგობა, ვინაიდან ჩაითვალა, რომ ეს თქვენთვის დათმობა იქნებოდა მათთვის, ვინც პროვოცირებთ მუდმივად. აი ესეთია კონტექსტი, მოკლედ, მოცემულობა. თქვენ კითხვით, რომ მე არც კი ვიარეო, რომ შემთხვევით გავსი რამ არ მომხდარიყო, მაგრამ საერთო ფონი როგორი იყო? ძალიან სწორად შენიშნეთ და მე მგონი შენიშვნაც მიეცით ბატონ როგორც მოქალაქე ბატონ ხუნდაძეს. ნიშნულობა არა აქვს, იგი უპირატესობა რა აქვს და რა აქვს, ასე თქვა ხარვეზე ამ თუ იმ სისტემას. პოლიტიკური დანაპირები გაცემულია რა. და როდესაც პოლიტიკურ ასე თქვა დაპირებას გასცემ, აი ამ ესოდენ ნიშნულოვან
საკითხს ოდესაც ეხება, ხო? საუბარი. ეხა იქ ცალკეულ ადამიანებს უნდა არ უნდა, ამაზე ხო ეს ვიღაც აინტერესებს. რაც შეეხება ეხა ბატონ დინარაძეზე რაც მითხარით, ნუ ესეც ხო როგორი იცით აი უბრალოდ აი რაღაცა მიზეზით და არგუმენტით ხო უნდა აღუჭირო შეიარაღებაში ხო ჭირდებოდათ. ვერაფერი მეტი ვერ ნახეს, ხმას არ მიღებდით ხახდო დარბაზში ბოლო დღეების განმავლობაში. და თურმე ეხა ამა თუ იმ შეფასების გაკეთებაზეა ეხა დამოკიდებული დეპუტატები ქართული ოცნებიდან მაჟორიტარები რა გადაწყვეტილებას მიიღებენ. კი ბატონო, თუ ვაკომპლექსებთ და თუ ჩვენ ვაკომპლექსებთ. დიახ. აი ნახეთ აი ერთი კითხვა თუ კი ჩვენ ვაკომპლექსებთ, აი ვიტყვი დავაცხო დამიწყება, თუ კი ჩვენ ვაკომპლექსებთ, როგორც დინარაძე საუბრობს და მოგვიწოდებს რომ თავი დავანო, კი ბატონო მიმართა ხვალ თუ კი ქართული ოცნების დეპუტატები ჩააგდებენ ამ საკონსტიტუციო კანონ პროექტს, ყველა ეს ადამიანი იქნება მხილებული ნაციონალურ მოძრაობასთან თანამშრომლობაში. აწყობთ? ასე დავაკომპლექსებთ მაშინ. კარგით, მოდით აი მაშინ თუ კი თქვენ არ გეპარებათ ეჭვი რომ ეს მთლიანად სცენარია და ეს თამაშია და რომ იქ ვერც ერთი თქვათ ვინც თქვენ ვიზეთ ჩვენ საუბრობთ ახლა გვარები და სახელებით ვერ მიიღებდა დამოუკიდებელ გადაწყვეტილებას, აი რამდენიმე ფაქტია მაგალითად რომ ფიზიკურადაც კი დაუპირისპირდნენ უმრავლესობის წევრები ერთმანეთს, აი ბუკია და ოქრიაშვილი მაგალითად. აი გამორიცხავთ რომ რაღაცა ტიპის შიდა კრიზისი იყოს, ხომ შეიძლება ასეთი რამეც მოხდეს, მით უმეტეს მაშინ როდესაც ამ მაჟორიტარებს აღარ აქვს მომავალი პოლიტიკური პერსპექტივა ამ გუნდში. მათ ეს ძალიან კარგად იციან. თქვენ რა გონიათ პოლიტიკა აინტერესებთ თუ ჩემო ნინო პოლიტიკა აინტერესებთ ამ მაჟორიტეტთა აბსოლუტურ უმრავლესობას აინტერესებთ ბიზნესი და ფული. მე საერთოდ არა ვარ იმ თქოაზე და იმ აზრზე რომ ესენი იმიტომ მონობენ ბიზნესიანიშვილს რომ უბრალოდ ასეთები არიან. არა უღირთ, იმიტომ რომ ფულს შეუულობენ. ხო და სწორედ ამ მიზეზით იქნებ მათ გადაწყვეტეს რომ პერსპექტივაში რაღაცა პრობლემა ექმნება მათ ინტერესებს, რაზეც თქვენ ბრძანებთ ახლა, ხო? არავითარ შემთხვევაში ეხა რომ პრობლემები რო არის გუნდში და კრიზისი რო არის გუნდში და ბიზნესიანი ამიტომ რო გახდა ასე ვთქვათ ვალდებული რომ უკვე ფორმალურად დაბრუნებულიყო პარტიას როგორც თავმჯდომარე, ეს ყველა ვიცით, ხომ პრობლემა შიგნით კი არ ქონდათ გუნდში, იმდენად გარეთ ქონდათ. ანუ პერცეფცია ისეთი იყო და ახმა, ანუ ხალხში რომ ეს პარტია რასაკეთებს თავი ბოლო ვერაფერი გავიგეთ და მოვიდა ამიტომ ეს ივანიშვილი უკან. ის რომ ეხლა ენძემკოიან და დაჩი ბერაიას და არ მახსოვს გვარი ხარაგაულის მაჟორიტარ დეპუტატს ვერ ითანხმებს ბიზინა ივანიშვილი, ხო? ეს არის, აი, შეურაცხყოფაც კი არის, ამაზე სერიოზულად საუბარი. თუმცა ეს არ გამორიცხავს იმაზე, რა თქმა უნდა, რომ შიგნით პრობლემები აქვს, მაგრამ შიგნით პრობლემები აქვს რასახის? იმდაგვარი რომ უბრალოდ ვეღარ ხედავენ გამარჯვების შანსს. აი ეს პრობლემა ნამდვილად აქვს და ეხლა წამოვიდა ვაბანკზე ბიზინა ივანიშვილი და ფიქრობს რომ გადავტეხავ ხერხემალში. იქ შეიძლება ვიღაცა მოვისყიდო, როგორც ხდება, ხო? ვიღაცა მოვისყიდო, ვიღაცა ავაყვირო, იქ ერთ-ორ ადამიანს რაღაც პოლიტიკურ სპექტრში, იქ ვიღაცებს არასამთავრობო ორგანიზაციაში, იქ ვიღაცა რაღაცა გადავლახავ, მე ახალი წელი მოვა, ასე შემდეგ და შევაგუებ. ამას როცა როგორც შეგვაგუებია და შევეგუეთ გახარიეთ პრემიერ-მინისტრობას რის ფონზე და ერთმანეთი დავჭამეთ ოპოზიციის სპექტრი და ნახევარი ოპოზიციური სპექტრი მე დავსდევდა რომ შენი ბრალი იყო ხო შენი იყო არა და ზუსტად იმ განცხადების შეეშიდა და მართლა ეგუნა ეხა საერთოდ არ ვაპირებთ გამომაგდო გარედან შიგნიდან გარეთ და მართლა ეგუნა რომ რევოლუციას უწყობდი და მოაწყო ის დარბევა რა დარბევას მოაწყო თუ გადადგებოდა მეორე დღეს ყობახიძე და 22 ოქტომბერს ერთი ადამიანიც არ ედგებოდა რუსთავის გამზირზე და ეს ვერ გადახარშა და ეს ვერ მაპატია თავისი ჭკუით, მაგრამ დღესაც გონია რომ რევოლუციას უწყებდი. და იმ განცხადებას, როდესაც ვაკეთებდი, ეგონა რომ გეგმით ხელმძღვანელობდი. თორე ვის გახარია არავის არ გახსენები, ერთ-ერთი მოთხოვნა ქონდა ყობახიძე გადა. აი ბოლო კითხვა მექნება ასეთი, რა გეგმით არის ოპოზიცია? ეხა ფიქრობ რომ ვიღაცა იმ შემთხვევაში თუ კი ხვალ ჩავარდება პროპორციული არჩევნების შესახებ საკონსტიტუციო ცვლილება. რა გეგმით ერთადერთი გამოსავალი რჩება პოლიტიკური, ადამიანური, ეროვნული ღირსების დაცვა. მე პირადად როგორც აი ქართული ოცნების რომელიმე არ ვიცი ცალკე აღებულ ლიდერს დაუპირისპირდი, ისევე დაუპირისპირდი ნებისმიერ ოპოზიციურ ლანდშაფტზე ყოფ ასე ვთქვათ პოლიტიკოს თუ კი დაიწყებს ორაზროვან საუბარს რომ ეხლა არ ვქნათ, ის არ ვქნათ, ეს არ ვქნათ. რა უნდა ვქნათ? დემოკრატიის ყველა მეთოდი, დემოკრატიული კონსტიტუციის ფარგლებში მოქცეულობმა უნდა ვაიძულოთ ბიზინა ივანიშვილს გააკეთოს ის, რისი გაკეთებაც უნდა ხალხს.
კერძოდ. და როგორ? დიახაც, თუნდაც როგორ? ის რაც მოხდა შარშან როგორ და ფართო მასშტაბიანი დემონსტრაციით დემოკრატიულმა ტალღამ უნდა წალეკოს და თუ არ წალეკავს, კარგად იყოს მაშინ და მე აღარ ვაპირებ გენაცვალე ეხა ვითომ ოპოზიციონერებთან და ვითომ იცით რა ხვალიდელი საქართველოს უკეთესი მინდა, მაგრამ ბრძოლა არ მინდა ასეთ ადამიანებთან ბრძოლას, ხეთ? როგორც იბრძოლეს მაგალითად სომხებმა, როდესაც სარქისიანმა გადააგდო შეპირდა სომხეთის მოქალაქეებს, რომ მე აღარ ვიქნები აღმასრულებელი არც ერთ ასე თქვა სახელმწიფო ასე თქვა შტოში, ანუ აღმასრულებელ თანამდებობას არ დავიკავებ, მაგრამ დაიკავა უკვე პრემიერ-მინისტრის თანამდებობა ნაცვალ საპრეზიდენტოში და გამოვიდა მთელი ერევანი, ხო? არ ეგონა მაშინაც სარქისიანს როდესაც ამას აკეთებდა, თუ არ გააკეთებდა. ახლაც ალბათ არ ფიქრობს ივანიშვილი, მაგრამ ჩვენ პოლიტიკურ ლიდერებზე იქნება ბევრი რამ დამოკიდებული და არა მხოლოდ, რა თქმა უნდა. ყველაზე იქნება თქვენზეც, ნინო, არ ვიცი, რა ვიცი, ექიმებზეც, პედაგოგებზეც, იმიტომ რომ ეხა საკუთარ ადამიანებს ხო არ არის, ადამიანი გვეუბნება ამ გზავნილით. ნინო, არა, ინფორმირებას მოაქვს საზოგადოებას. ოპოზიცია არ არის, აქ არ არის მარტო მესმის, მაგრამ ნუ კარგი, თქვენ არ მოგვერდოთ პოლიტიკური სპექტრის ასე თქვა წუხილი არ უნდა იყოს ეს ხოლო და მჯერა რომ ეს ასე არ არის რა. დავინახეთ კიდევ გასაგებია, რასაც ბრძანებთ. ანუ თქვენ ერთია, რასაც ფიქრობთ რომ გასაკეთებელია და მეორე ამის რესურსი აქვს თუ არა ოპოზიციას. აი ეს ხომ არის ზომება სწორად. ის ფაქტი რომ დღეს აქ ახლა პარლამენტის წინ არ დგას ათასობით ადამიანი, ნიშნავს თუ არა იმას რომ ხვალ პროპორციულ არჩევნებში ჩააგდებენ. არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს, იმიტომ რომ უამრავ ადამიანს კი არა, ეხა აი 100-დან ძალიან 80 ადამიანს ჯერ კიდევ ჯერა რომ იქნებ არ ჩავარდეს და მეც რაღაცნაირად არ ვიცი, გულუბრყვილად შეიძლება კიდე რაღაც გულისებაში ვიბედოვნო რომ არ ჩავარდეს ეს კანონპროექტი, ხო? არ შეიძლება აქ უკან დახევა, არ შეიძლება რომ ვინაიდან ამ გზავნილით ივანიშვილი გეუბნება რომ მორჩა რა არ არსებობს. სანამ მე ანუ უბრალოდ 100 წლის შემდეგ არ გვერდ 100 წელი აცოს არ გარდავიცვლები, ვიქნები იქ სადაც ვარ. ამას გეუბნებათ, ხო? აბა რას გეუბნება ამით? ამაზე დიდი ტყვილი უბრალოდ ასე საჯარო დეკლარირებული. მე არ მახსენდება, გამახსენდა ერთი სომხეთში რაც გააკეთა სარქისიანმა და ისიც კი გავიხსენე როგორ განვითარდა მე მოვლენები. მე ასე განვითარებულ მოვლენებს მივემხრობი აუცილებლად და ყველაფერს გავაკეთებ რომ ასე მოხდეს და იზეიმოს სიმართლე. წინააღმდეგ შემთხვევაში ეხა მხოლოდ პოლიტიკაზე საუბარი პოლიტიკოსობა არ არის. პოლიტიკოსობა ასევე გულისხმობს მოქმედებებს. მადლობა. მადლობა ნიკა მელიას, ნაციონალური მოძრაობის ლიდერს, რომელიც პასუხობდა ჩვენ შეკითხვებს.